Торტი უკვე მზადაა. დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს წინადადება გესმით, ხვდებით, რომ ძალიან მხიარული და გემრიელი დღესასწაული გელოდებათ. აბა დაფიქრდეთ, შეიძლება რომელიმე ფართიან დაბადების დღე უგემრიელესი ტორტის გარეშე ჩატარდეს. არა, ნამდვილად არა. იცით, როდის გამოაცხოს პირველი ტორტი? დარწმუნებული ვარ, არა. ამიტომ მომისმინეთ. ძალიან საინტერესო ინფორმაცია ლიკასგან. კულინარების ერთი და საკმაოდ დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ პირველად იტალიაში გამოაცხოს ტორტი. წლები გასაიდუმლოებულია. სიტყვა ტორტი იტალიურად ხოულს ნიშნავს, კრემისგან გაკეთებულ ხოულს. კულინარები კიდევ იმასაც ძირწმუნებიან, რომ იტალიურ ტორტს არაფერი შეედრებაო. ხომ იცით, ცნობილი ანდაზა გემოვნებაზე არ დაობენ. თურმე ეს ანდაზა პირველად ტორტებზე მოუგონიათ, ტორტებზე არ დაობენ. ისე მართლა ტორტებზე როგორ უნდა იდაო? ზოგს შოკოლადის მოსწონ, ზოგს კი ალუბლის. მე მაგალითად პორტოხლის ტორტი ყველას მირჩევნია. კიდევ უფრო საინტერესო კულინარების მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ყველაზე ძველი ტორტი 2200 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეგვიპტის ფარაონის სამარხში აღმოაჩინეს. ამას როგორ მოხდა ნამდვილად არ ვიცი. ისი ამ ძველი ეგვიპტური ტორტის გასინჯოს არავის ურჩევდი. იცით პირველად რომელ ქვეყანაში მოიფიქრეს ტორტზე სანთლის ჩარჩობა? ვერ წარმოიდგენთ სპარსეთში. სპარსელები ფიქრობდნენ, რომ დაბადების დღე ადამიანისთვის სიკეთის მომტანია და ამ სიკეთეს გზა უნდა გაუნათეთო. ისე ფრანგები რომ არა არც ბეზე გვექნებოდა, არც კრემი, არც კარამელი, ჟელე და თქვენ წარმოიდგინეთ არც ბისკვიტი. ეს ყველაფერი საფრანგეთიდან მოდის. მეხსი ხანს. მოიცადეთ, ჩემი საინტერესო ამბები ჯერ არ დამთავრებულა. თურმე ყველაზე დიდი ტორტი მიჩიგანში გამოუწყვეტ. სიმაღლეში 30 მეტრი იყო. დიახ, 100 სართულისგან შედგებოდა. ყველაზე მძიმე ტორტიც ამერიკაში გამოაცხოს. 50 ტონას იწონიდა და შტატის ფორმა ჰქონდა. ყველაზე გრძელი ტორტი კი პერუში გამოაცხოს. 256 მეტრი იყო. შემდეგ ეს ტორტი 15000 ნაჭრად დაჭრეს და ყველა იმ ბავშვს, ვისაც იმ დღეს დაბადების დღე ჰქონდა. ისე ვისი დაბადების დღეა დღეს? მოიცა, თქვენ გეგონათ, რომ გამავიწყდა? ეს ხომ ლუკას საჩუქარია. დიდი და უგემრიელესი სიურპრიზი დაბადების დღესთვის.